ხო იოანე ეუბრებოდა ჰეროდეს. არ გაქვს უფლება შენ ზმის ცოლთან ყოფნისა. ჰეროდიას კი სულდა იგი და სურდა მოეკლა, მაგრამ ვერ ახერხებდა. რადგან ჰეროდი აშინებდა იოანეს, იცოდა რომ იგი იყო კაცი მართალი და წმინდა და იცავდა მას. და როცა ისმენდა, მრავალი რამის კეთება უწევდა და სიამოვნებით ისმენდა მას. და მოვიდა ხელსაყრელი დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს სამხარს უმასპინძლა თავის მთავრებს, 1000-ის თავებს და გალილეის დიდებულებს. და შევიდა ჰეროდიასის ასული და ცეგვა და მოეწონა ჰეროდეს და მეზახილეთა წინაშე. და მეფემ უთხრა გოგონას: მითხარი, რასაც გინდა და მოგცემ. და დაუფიცა მას: რაც არ უნდა მთხოვო მოგცემ, ჩემი სამეფოს ნახევრამდეც კი. და გავიდა და უთხრა დედამის: რა ვთხოვო? მან კი უთხრა: იოანე ნათლისმცემლის თავი. და მაშინვე სწრაფად შევიდა მეფესთან და სთხოვა: მინდა რომ ახლავე მომცე იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით. და მეფე დიდად დამწუხრდა, მაგრამ ფიცისა და მეჯლიზე მყოფთა გამო არ სურდა მის უარყოფა. და მაშინვე გაგზავნა ჯალათი მეფემ და უბრძანა მისი თავის მოტანა. და ის წავიდა, მოაჭრა თავი იოანეს საფხრობილეში და მოიტანა მისი თავი ლანგრით და მისცა გოგონას და გოგონა მისცა დედას. და როცა ამის შესახებ შეითყვეს